კარტოფილი მექსიკურად. მე ავიღე 7 საშუალო კარტოფილი, სანელებლები, 1 სუფრის კოვზი, დაღერღილი ნიორი, ან ხმელი ნიორი, ეგრე ეძახიან, 1 ჩაის კოვზი, შებოლილი პაპრიკა, 1 სუფრის კოვზი, მარილი, ნახევარი ჩაის კოვზი, შავი პილპილი და ცოტა ხმელი ციცაკა. რა თქმა უნდა, მთავარი ინგრედიენტი არის 1 დიდი სუფრის კოვზი, ორეგანო. დავჭერთ დაახლოებით აი ესეთ ნაჭირებად. ახალი კარტოფილია, ასე რომ კანიანად კარგად გავრეცხოთ. ესე დავჭერთ. ზოგი შეგვიძლია კიდე გავჭეროთ შუაზე, იმიტომ რომ ძალიან სქელიც არ ვარ გა, იმიტომ რომ სხვადასხვა დრო აქვს მომზადების და შესაბამისად შევეცადოთ, რომ ყველა ნაჭერი იყოს, აი მაქსიმუმ 2 თითის სისქის. აი კიდე ძალიან სქელი გამოგვივიდა ერთი. მოჭუჭ. თლიანად. სანელებლები ჩავყაროთ. და კარგად მოურიოთ, რომ გაჩნდეს კარტოფილში. ეხლა ეს ცოტა ხანი დავდგათ 5 წუთი. ამასობაში გავაცხელოთ ტაფა. გავახუროთ, გავავარვაროთ. ტაფა გახურდა, კარგად გახურდა. კარტოფილს ვსვავთ 5-ის გარეშე, საშუალოზე მაღალ სერტყლზე, ცოტა მაღალ სერტყლზე. ეხლა კი მოვამზადოთ соуსი. ავიღოთ ხარაჟანი, ცოტა წყალი, რო გავაზავოთ, 2 კბილი ნიორი, თითო ჩაის კოვზი, დოგვი კეჩუპი და შებოლილი პაპრიკა. ყველაფერი აქ. სულ ცოტა. ამასობაში ჩვენი კარტოფილი გამოიყურება აი ესე ლამაზად. კარტოფილი მზად არის.